მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინხლაძე ვარ. დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი გრძელდება ფორუმში, რომელიც გუშინ გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე სამიძე სიტყვით გამოვიდა, მან აქცენტი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბზე გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მთავარი მიმართულება ინვესტიციები იყო. პრემიერმა ყურადღება არაერთი გამოწვევის მიუხედავად საქართველოში სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა. ვიზიტის პარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრებით. კობახიძე დუბაის დელეგაციასთან ერთად 2 დღის წინ ეწვია. დუბაიში ვიზიტის პარგლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა მოაწერეს ხელი. ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. მემორანდუმი გულისხმობს სამთავრობო შორის გამოცდილების გაზიარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმა და სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულება. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც გულისხმობს სტრატეგიული მიზნების მიღწევად შესაბამისი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ტექნოლოგიური მიმართულებითაც გვექნება თანამშრომლობა საემიროებთან. შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტის პარგლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით საუბარი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში. ევროკავშირს კიდევ ერთხელ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ბრიუსელის დუმილი ეს უკვე პოზიცია და ის ძალადობასა და ექსტრემიზმს უკავშირდება. 4 თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ. ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პრეს-სპიკერის პირით ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა. მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ხობის საქმედ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია. პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან. თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული, უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო. რა ფაქტორები მოქმედებს ქვეყანაში სურსათის მედიკამენტებისა და საწვავის ფასის მატებაზე? საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დაადგინდეს. გაირკვევა კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. მუშაობას კი კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადაც 3 თვით განისაზღვრა, ხვალ დაიწყებს. მმართველი გუნდის თქმით, საპარლამენტო ისევე როგორც სამთავრობო კომისიების მუშაობა გამჭვირვალედ წარიმართება. პროცესის დაწყებისთვის მზადაა ოპოზიციაც. კომისიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რა თქმა უნდა, და თუ ამითი შესაძლებელია, რომ მოქალაქეებისთვის შეიცვალოს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართულები ვიქნებით და ძალიან ვიაქტიურებთ ამ მიმართულებით. ჩემი გუნდის წევრები იქნებიან ამ კომისიის განხილვებზე და ვნახოთ, დაველოდოთ, რას მოგვიტანს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, არის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული აქტორი, რომელიც შეიძლება ზოგადად
ჩართული იყოს მათ შორის ფასწარმოქმნის ეტაპზე, ფასწარმოქმნის პროცესში, ამ დისკუსიაში იყოს მოწვეული, ჩართული, ჩვენ ერთი მხრივ მოვისმინოთ ის გამოწვევები, საჭიროებები, რაც არის აქტორების წინაშე, ხოლო მეორე მხრივ ასევე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე. რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა აისახოს იმ უმთავრეს მიზანზე, რასაც ქვია სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების კლება. ვინაიდან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, რაც ასევე პირდაპირ პროპორციულ კავშირში არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების განხილვას მეორე მოსმენით იწყებს პარლამენტი. ცვლილებების მიხედვით სრული ზოგადი განათლება 11 კლასით განისაზღვრება, უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სავალდებულო ხდება მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის დარება. განისაზღვრება მობილური ტელეფონის მოსწავლეთა მიერ გამოყენების წესები. რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, ის ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება. ცვლილებების ორივე პაკეტს დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე მეორე მოსმენით კენჭსუყრიან. პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება, ასევე უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება. გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ეს ერთობა და ეს ცვლილება იყოს პირველ რიგში როგორც უნივერსიტეტების ინტერესის დასაცავად, პროფესორების, სტუდენტების დასაცავად, ასევე ჩვენ ქვეყანას შეეძლოს განათლების მსოფლიო რუკაზე მოხვედრა. TSU-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებიდან გამომდინარე საკითხებზე იყო საუბარი განათლების სამინისტროში. მინისტრის მოადგილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვდნენ. ზვიად გაბესონიას თქმით, უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება მინისტრთანაც და მასში მონაწილეობის მიღებას ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეეძლებენ. გაიმართა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას დაესწრო სენატის, აკადემიური საბჭოს წევრები, დეკანები, მიმართულებების ხელმძღვანელები, პროფესორები. ჰქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, მათ გამოთქვეს მოსაზრეები რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მათი პოზიცია დააფიქსირეს ფაკულტეტების მიხედვით. უახლოეს დღეებში მინისტრს ექნება დამატებითი კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით. გეგმავთ დაახლოებით კვირის ბოლოსკენ, რომ გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები წარადგინა. მასალების თანახმად ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე შეერთებულ შტატებში უტყუარი ინფორმაციის ცენზურის მიზნით. აქვე აღნიშნულია, რომ ევროკომისიის სამიზნეს, ასევე ცენზურის მიზნით წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური კონტენტი. ევროკომისია არაპროპორციულად ებრძვის კონსერვატიულ ძალებს და ერევა არჩევნებში მთელი ევროპის მასშტაბით. ევროკომისიის ნებაყოფლობითი და კონსენსუსზე დაფუძნებული მარეგულირებელი ინიციატივები არც ნებაყოფლობითია და არც კონსენსუსზე დაფუძნებული. არასაჯარო დოკუმენტების თანახმად ამ ზეწოლის კამპანიის საპასუხად მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა უტყუარი ინფორმაცია და პოლიტიკური განცხადებები დააცენზურეს. საუბარია უახლესი ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დებატებზე, მათ შორის COVID-19 პანდემიის, მასობრივი მიგრაციისა და ტრანსგენდერული საკითხების შესახებ, იმ საბაბით, რომ ისინი ებრძოდნენ სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციას. 2025 წლის დეკემბერში კომისიამ გადადგა ცენზურისკენ მიმართული ყველაზე აგრესიული ნაბიჯი და კომპანია X მისი გლობალური შემოსავლის თითქმის 6%-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც აშკარა შურისძიება იყო პლატფორმის მიერ მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო. ევროკომისიის ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი წინადადებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ის მხოლოდ აძლიერებს მცდელობებს ონლაინ გამოხატვის გასაკონტროლებლად და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ რეგულირების დასამკვიდრებლად, ნათქვამია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებაში. ახალი სკანდალი კრედიტ სუისის გარშემო. შვეიცარიული ბანკი ნაცისტურ რეჟიმთან დაკავშირებული ასობით ანგარიშის მფარველობაში ამხილებული. საუბარია ადოლფ ჰიტლერის თანამებრძოლების თანხების შენახვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არგენტინაში გაიქცნენ. გამოძიების დეტალები ამერიკელმა სენატორმა ჩაკ გრასლიმ გაასაჯაროა. საკითხზე შტატებში უკვე გაიმართა პირველი მოსმენაც. ამ დროის მონაცემებით გაშიფრულია 890 ანგარიში, რომელთა ნაწილიც გამოძიების თანახმად ჯერ კიდევ 2020 წელს აქტიური იყო. მედია გამოცემები წერენ იმასაც, რომ ამ დრომდე კრედიტ სუისი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს საგამოძიებო ღონისძიებებს და ამ მიზნით სამსახურიდან ადამიანებსაც კი ათავისუფლებს.
ორი ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა ზაპოროჟიესა და ხარკოვში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას. დაშავებულია 15 მოქალაქე. აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზიანი მიადგა ელექტროსისტემასაც, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინაში მწვავე კრიზისს განიცდის. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობა გაუსაძლის ყინვაშია გათბობისა და დენის გარეშე. პუტინი არ არღვევდა თავის ვალდებულებას უკრაინის დედაქალაქზე ახალი თავდასხმების განხორციელებით. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა კიევზე მიტანილი იერიშის კომენტირებისას გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისმა რუსმა კოლეგამ პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში მას უკრაინაზე იერიში არ მიუტანია. თითოეულობამ ფრანკფურტის აეროპორტის პარალიზება გამოიწვია. უამინდობის გამო სრულად შეწყდა დაგეგმილი ფრენები. ამჟამად მუშაობა ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ძლიერი თოვის, ქარისა და მოყინული გზების შესახებ აფრთხილებს და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ.